რა მატირებს ახლა მე რა? რად მიკვნეს ის ჭრელი გული? რად მებურება ჭრელი თვალები და რად ამემართა რა სიკვდილი? ჭამასმა თავს აყრელი, ტასაცმელი ნაირ-ნაირი ფული ულევი, ქალები რჩეული, ცხენები, ავტო, მსახურები და მეგობრები. რა მაკლია ახლა მე რა? და ხოცილი მეგობრები კარგახანია მოვინელე. დედმამა კარგად არიან, გეიცი, ქალა და მალაბარაგე რაცხა. მეიცა. ეს ყველაფერი თავიდან როგორ დაიწყო? იმ წლის 1 აპრილს სოფელ ხონში იშვიათად უცნაური ამინდი იდგა. დილიდან სოფელს კუპრივით შავი ღრუბელი დააწვა. ხან თოლდა, ხან ხოჭკაკალა მოდიოდა, ხან წვიმა, ზოგჯერ კი გაზაფხულის მზე ანათებდა. დრო გამოშვებით ისეთი გრიგალი ამოვარდებოდა, რომ მთელი სოფელი ჭრიჭინებდა და ზანზარებდა. იმ დღეს დილიდან მამაჩემი სილიბისტრო კვაჭანდირაძის სახლში, რომელიც სოფლის განაპირას იდგა, დიდი ფაცი-ფუცი იყო. სილიბისტროს მეუღლე, ჩემი დედიკო პუპი, პირველ შვილზე იწვა მელოდინი. ოჯახი ფეხზე იდგა. მიშველეთ რაცხა მიშველეთ რა იყო შეგალო ვის არ უმშობიანებია და ვის არ გოუჩენია ბაღანა აღარ მინდა გედები ფიქრე აღარ მინდა კუბოდავკი კვაჭანტირაძეების შენ გადაგავლე მაყურებზე დუღარე აღარ მინდა Kuba, twini! ხმაზე სილიბისტრო და ხუხუჩიჩია შემოცულდნენ. ვაშია! მადლობა უფალს! კვაჭი დამირქმეია. 1 აპრილს დაიბადა კვაჭანტირაძე. ღრუბელი გაიფანტა, გაზაფხულის მშვენიერი დღე დადგა. ზემო სოფელს საუცხოო სხივოსანი გვირგვინი დაედგა. მთელი სოფელი გარეთ გამოსულიყო და გაოცებით აკვალიერებდა იმ საოცარი სილამაზის გვირგვინს. ახალშობილის გარშემო მშობლები და მეზობლები შეკრებილან. ნოტიობებიამ ხელის გული გამიხსნა და მკითხაობას მოხვა. ახალგაზრდობაში კვაჭის მრავალი გაჭირვება და თავგადასავალი მოელის. მარა ღმერთი დიდია. რას კვაჭის ხელში ჩაუვარდება, წართმევა შეუძლებელი გახდება. ეზოში რომ ხეს მეხი დეცა. ეს იმას ნიშნავს, რომ კვაჭის მტრებს ჯვარი ყურობას. მეხი დეცემათ და დაუსკდებათ გულები. ასტეა მაგ. სოფელს რო თავზე გვირგვინი დაედგა. ესე იგი ბწყინვალე და სახელოვანი მომავალი მოელისო. ვენაცვალე ჩემს კვაჭიკოს. რაიცოდნენ რომ კითხაობაში და ოცნებაში სიმართლე იყო ჩაქსოვილი. ჩვენი კვაჭანტირაძეების დუქანი ძველი იყო, სამაგიეროდ ხონის გზაზე იდგა და მუშტარი ხშირად ხვდებოდა.
აქ ყოველთვის გქონდა ხარჩო, სულგუნი, კვერცხი, კუპატი, ხილი, მრავალნაირი ღვინო. დედაჩემი და მამაჩემი ყველა გამომვლელს თავს არ უყადრებდნენ, მაგრამ თავად აზნაურებს, ვაჭრებსა და სუფთაბუშტრებს გზაზე ისე არ გაატარებდნენ, გამარჯობა არ ეთქვათ, არ მიეპატიჟათ, ამავე არ მოეკითხათ. რავა ბრძანდებით, ბატონო, რავა? ხომ ხართ, კარგად. მამა რა ვაკავთ, მამა? ტიტუ! რას ბრძანებ? მომიქნა თავი, მოკა! რა ჭირდა სასიკვდილო კენჭივით იყო? და რა არის ცხოვრება? შემოგძანდი, შემოგევლე, მოისვენე, შესანდობარი დავლიო. სრდილობიანი სიტყვა პასუხი. 1000 ბოდიში და მუდმივი დაპირება შემდეგში უკეთესი დახვედრის იმედი. მუშტრებიც ყავდათ და მამაჩემმა ფულის შეგროვებაც დაიწყო. საოცარი სისწრაფით ვიზრდებოდი. 6 თვისა ძლივს ვიქნებოდი. პირველად რომ წარმოვთქვი, ბაბა, დედა, მამა. ფეხიც იმავე ხანებში ავიდგი. მამაჩემს ერთი დიდი დარდი ღრნიდა. აწვალებდა და აწამებდა. თუ შეგაგიწყდეს გამჩენ. ჰეი, გლეხი. გლეხი და ყაზახი უნდა იყო, კვაჭიკო. ჰეი, მოგიკვდეს სილიბისტრო. ეთმინდა ცოცხალი თავი. სილიბისტრო კვაჭანტირაძე აზნაური არ იყო. მას პასპორტში საბარცხვინო და სათაკილო სიტყვა ეწერა. გლეხი. ერთხელ სილიბისტროს ვიღაცა მოამბო აშორდიას შესახებ. მამაჩემა ფული წაიღო და გაქრა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ სახლში ფაცი-ფუცი და ლიაკოთი ატყდა, ჭურჭულებდნენ. აშორდია მოდის, აშორდიაო. საღამოს უცნობი ადამიანი მოვიდა. მოწიწებითა და თავაზით დაუხვდით. შეიქმნა დიდი ლხენა, ზეიმი, სიხარული, აღტაცება. აშორდია ფეხზე წამოდგა და ჩვენთვის, კვაჭანტირაძეებისთვის საოცნებო, სანატრელი და სასიხარულო ამბავი მოახსენა. ახლა ჩვენ კეთილს სოფელ საერთო ოჯახს ერთ კიდო პატიოსთან ოჯახ კიდო ხომ მოემატა. ხოდა მე გავასწორე ისტორიის უსამართლობები და შენ და გისურვებ რომ ღირსეულად ატარო მეფის წყალობა. და ახლა მე მინდა ვსვამ აზნაური სილიბისტრო კვაჭანტირაძე სადღეგრძელოს და გომარჯვა ჩვენს ახალ მოძმეებს და ძმებს და სულ კიდევ რომ ყველა ძმებს. 5 წლისა მამაჩემის დარიგება შევასრულე. აშორდიას ხელზე ვაკოცე და ვუთხარი. მადლობელი ვარ, ბიძია. ახლა მე შენ ყველა კარებები ხომ გაგიღე, ახლა შენიცი. მინდა ახლა მე ვსვამ აგე პაწია კვაჭიკოს სადღეგრძელოს და ვაშა და ურანო სულ ვაშა იყოს მის ყოფილ ცხოვრებაში და მორალურშიდაც კიდო. ატყდა ჟიამული სიმღერა ენა აშორდია დათო ხალხს დაემშვიდობა და წავიდა. ახლა თქვენიცით, ახლა წავედი, ახლა მე და ახლა ნახვამდის და სულ ნახვამდის და მუდამ რომ ნახვამდის.
სილიბისტრო რა საზნაურობა მიიღო და დაიმტკიცო ხასიათი და ელფერი შეეცვალა სტუმრებს ქეიფი დროზე დაამთავრებინა და სახლში წასვლა ურჩია კაი გეყობათ ახლა როგორც მოსვლით გვასიამოვნეთ ისე წასვლით გაგვახარეთ კაი დაიშალეთ ახლა დეგეწვათ სახლი თუ რეია წაეთახა სახლში და იხურე კატურა ბორჩა აზნოურის სილიბისტრო კვაჭანტირაძე აზნოული კვაჭანტილაძე აზნოურის სილიბისტრო კვაჭანტირაძე აზნოული კვაჭანტილაძე აზნოურის სილიბისტრო კვაჭანტირაძე აზნოული კვაჭანტილაძე სილიბისტრო მომიბრუნდა და დამარიგა შვილო კვაჭიკო აი ქვეყანა ასთეა მომართული ზოგი უფროსია ზოგი უმცროსი ზოგიც გლახაკი ზოგი თავადია აზნოური ზოგი კიდო გლეხია შენისთან აზნოურის შვილმა ყველას არ უნდა გაუყადროს თავი ყაზახი და გლახა შენ ვერაფერს მოგცემენ პირიქით გამოგრჩევიან რამეს აზნოურს და მდიდარს დაუმეგობრდი ასიამოვნე და ძმად გოუხდი დიდარი და ძლიერი ყოველთვის გამოგადგება შვილო გლახა შენ ვერაფერს მოგცემს ასთეა ჩემო კვაჭი მოწყობილი აი ქვეყანა 6 წლისამ ვაჭრობის საქმეში ენავიდგი როცა სილიბისტრო ან ნოტიო გლეხებისგან საქონელს ყიდულობდნენ აუცილებლად ჩავერთვებოდი ალვალგა ძვილია დილას ოლშაულად გვაძლიან მუშტარს თავაზიანად ვეგებებოდი გამარჯობა ბიძიაო რაია კვაჭი მქვია 6 წლის გახლავალ სილიბისტრო შვილი ვარ სილიბისტროს ყოლიფერი გახლავალ ხილი კუპატი სულუგუნი ხალჩო ყველცხი და ისეთი სვილის ღვინოც ლომე კახურს ზედაც არ შეხედავს და ბრძანებას გავცემ ჩხალა მოალთვილას კალკია ალაგე კატმინდე გალეცხე აბადატლიალდი 8 წლის რო გავხდი სასწავლებლად ქუთაისის გიმნაზიაში წემიყვანეს ქუთაისი დიდი სუფთა მდიდარი და ლამაზი ქალაქია დაბნეული გაოცებული უყურებით კვაჭანტირაძეები აი Pitu. Baie. სილიბისტრომ ყველანი ასე დაარიგა. პური მიგდედა და იხსომეთ. გაკვირვებას თუ შეიმჩნევთ. თორე გამოუცდელობას შეგატყობენ, დაგცინებენ და ხრიქს მოგდებენ. თუ ლაპარაკი ჩამოვარდა სადმეს თქვით, ფილისშიაც ყოფილვარ თქვა. ერთი წელიწადი მიცხოვრია თქვა. შორეული ნათესავის ბუდუშოლიას ოჯახს ვსტუმრობდით. საცხოვრებლად მასთან უნდა დავჩენილიყო. სადილობისას როცა თბილისზე ჩამოვარდა სიტყვა დინჯად ჩაურთე. არაუშავს რა დიდი ქალაქია მომწონს დიახ შარშან ორხელ გახლდით მომწონს გოლოვინსკი თეატრი ვაგზალი დუქნებიც კაია დედა რა საყვარელი ბავშვია ჩვენ ვერ გავაიმასქენით და მაგიორში აგი იქნება ჩემი შვილი აპა შვილო მივდივარ მარა გული და სული აქანა გრჩება
კუით იყავი შენ? სწავლას გული დაუდე. ბუდუს და მასწავლებლებს ყოლიფერი დაუჯერე. კაპუჩებულ და ყაზახ ბავშვებს ნუახვევი. თუ ჭკვა იხმარე. ისეთი კაცი გახდები. ისეთი კაცი გახდები, რომე თელ სამტრედიას ხონს და ქუთაის ალაპარაკე. შენ იმედით მივდივარ შვილო კვაჭიკო. აბა შენიც მახსოვს სილიბისტროს ცრემლი მოადგა. თქვენ არ ხეინად იყავით კვაჭანტირაძეების გვარს არ შევარცხვენ თქვა. ვიცინეთ, ვიტირეთ, ერთმანეთი დავკოცდეთ, მერე კვაჭანტირაძეების ეტლი გზას დაადგა ჭრიალით. წევედით აბა. წევედი დროა. კარგად იყავი კვაჭი. მაგრად იყავი დაუჯერე ბუდუს დაუჯერე. ბუდუშოლია სახალგაზრდა ცოლი ცვირი საკუთარი შვილივით მზრდიდა და მივლიდა. ქმარს კი ამშვიდებდა. ბეჭა რა გინდა ჩემგან შენ ერთი შვილი ვერ გააიმასქნე და სხვისი შვილიც არ მიყვარდესო? ცვირის მორიდების გრძნობა მთლად დაუჭლობა. თვითონვე მხდიდა და თვითონვე მბანდა. წიგნი გადავიკითხე და დავწექი. ცვირიმ ლამპა ჩამიქრო. სიბნელეში ტაღზე ჩამომიჯდა და ხუმრობა დამიწყო. ცვირიმ ისეთი რამე მასწავლა, რაც წინათაც ვიცოდი, მაგრამ საკუთარ თავზე ნამდვილ დედაკაცთან ჯერ სავსებით ნაცად ნაგრძნობი არ მქონდა. შენ გენაცვალე მაგ ხელებში შენ. რაი? უი, დეინახე. აი, მამაძაღლი ხარ შენ, მამაძაღლი. უყურე შენ ამ ბაღანას? აი რაია? ამ ხელა რაია ბაღანა? ბუდუშოლია ბებერი და სნეული იყო. ამიტომ ცვირი მიმღამეს მეორე მამალი იშოვნა, მე კი ნამდვილი დედალი ვიგემე. რასი ფიქრობდა მაშინ ცვირი, რომ მისი ახალი მამალი დაუდეგარი და გაუმაცხარი გამოვდგებოდი. სხვის ეზოებშიც დავიწყებდი ხეტიალს და სხვა დედლებსაც გოუწევდი მამლობას. ამ ქვეყნად ლამაზ ვაშკაცსა და დედაკაცსაც ისე ინაწილებენ ძლიერნი, როგორც სხვა ქონებას და ბედნიერებას. არც ერთის და არც მეორის სრულ დაჩემებას ნურც ნურვინი ფიქრებს, ნურც დეიკადებს. მეორე დღეს ცვირიმ ალერსით და მზრუნველობით ხელში ვერცხლის მანეთიანი ჩამიდო და ჩამჩურჩულა. გენაცვალე მაგ ხელებში იყიდე რამე, მარა სიტყვა არსად დაზრა თუ არა ორივენი დავიღუპებითო. ასე ვიშოვე ოფლითა და შრომით პირველი მანეთი. ქალიზა ფულს მხოლოდ გიჟიან მახენჯი ხარჯავს. ნასწავს და ახალგაზრდა ქალიშვილებს
ტუტუცები და პოეტები დასდევენ. ქვეყანა სავსეა, ბიჭო, გამოცდილი დედაკაცებით. ხიფათის ნაკლებია თავისუფლება შეგრჩება. არც დრო დაგეხარჯება და არც ფული. არ მესმის ქალმა რა უნდა დამაბრმაო და გამიტაცოს ისტერობე, მას შევწირო თავისუფლება, ახალგაზრდობა, მომავალი და სიცოცხლე. ქალი წუთიერი სიამოვნებისთვის არის გაჩენილი. მიიღე რაც მისაღებია და შენი გზით წადი. თანასწორობა. ყველაფერში თანასწორობა უნდა იყოს. ორივემ ვისიამოვნეთ, მერე ორივენი ჩვენი გზით წავედით. მორჩა და გათავდა. ცხოვრება, ბიძია. ბრძოლა. რასაც წაგლეთ შენია, რაც არა დაკარგულია. ჭკვიანი კაცი, დედაკაც ძირფესვენ ადამიანსწურავდა თვითონვე მოაჯდება, ზურგზე. სხვის ზიდვას მირჩევნია სხვა მზიდოს. ასთია ეს ქვეყანა მომართული. ვისაც თვალი აქვს დაინახავს, ვისაც ყური აქვს გეიგონებს, ვისაც ტვინი აქვს ამ ჭეშმარიტებას შეიგნებს და გამოიყენებს. ამ ქვეყნად ზოგი უნაგირით იბადება, ზოგი კი დეზებით და მათრახით. რა ვქნა, ბიძია, მე დეზი და მათრახი მირჩევნია და სხვებმა უნაგირი ატარო. ასე უთქვამს თურმე ვოლტარს. То есть ვოლტერი. Торსამოს ვიტანაგი? ვინა, ბიჭო, ვოლტერი. კოჭოროული ვოლტერა როა, ხუჩა იმის ნათესავია, ბიჭო. დეიხსომე, ბიძია. ღმერთს ხვარი საწველად და საკრეჭად გოუჩენია. ღია ერთხანამ ცეცავო, გამგრილა ვულისავი. 18 წლისა ერთი საფეხურით კიდევ ავიწე. ახალგაზრდა თავადაზნაურებმა თავიანთ წლებში მიმიღეს და პირველად ნოეს ვასში გამომცადეს. გამოცდა ბწყინვალე ჩავაბარე, არც სპაში ჩაბურჩი, არც ეკვა თამაშსა და სიმღერაში. იქიდან ლაითაძის დუქაში გადავედი. ნიშნად ნათლობისა და დაძმობილებისა ერთი ხელა და ღვინო დამასხეს თავზე და შეუსვენებლად სამბოთლიანი ჯიხვის ხანძი დავალევინეს. ჩვენებურად ქართულად ვიქეიფეთ. ხუთი ჩადი ღვინო დაილია. უთვალავისანოვე შეიჭამა. ორჯერ მეტი დაიღვარა და გაფუჭდა. ქვეშაფსებო, თქვენ. მეტის დალევა თუ არ შეგიძლიათ, მე რას მეპატიჟებოდი, ბიჭო, ვაგანა. Тейгергет, твоя хорошо говорит, მე მეჯიბრები, ბიჭო, სმაში, ბიჭო. ჭურჭელი დაიმტვრა და ზეცა რევოლვერების ბათქა ბუთქით დაიწყრილა. კაცი. აგია, ბიჭო, კაცი, აგია, ბიჭო, ჩემი ძმა და ვაშკაცი, კიდო, გიგე? აგია, ჩემი ძმა კვაჭი, მოდი უნდა გაკოცო, გენაცვალე მე. მეორე დღესაც გავაგრძელეთ ქეიფი და ნათლობა ჯერ ლევსა და ბორჯომში, მერე საღორიაზე გამბერილ და ჩასუქებულ ერემოსთან. Sabe tu შევასალო. აი. მე ვნახეს სიზო. ამდენ ახლა და მომაშურდა იმ პაპერში მე. ერემოს იმავე საღამოს დაუმეგობრდა. ჩვენ შორის მჭიდრო სულიერი და შორეული ხორციელი ნათესაობა აღმოჩნდა. შუა ქეიფში დუქანს ორი ეტლით ვიღაც აფიცერი და მოხელე მოადგინა. თან ორი ქალიც მოიყვანეს. ერთი ქალი ჩემი ახლოველი გამოდგა. ერთმანეთს თვალი ჩაუკარით, გოუცინეთ, ორიოდე სიტყვა გავცვალეთ. აფიცერმა იწყინა. თავადი დადიანი გამომესარჩა. ბიჭო, იგი მათხოვრებია და ხოცოს ყველა ახლა გამოვწრა, მაგათ ყელი, გამიგე, ბიჭო. ატდა კამადი გაწევა გამოგვიწი, კივილი, იძრეს ხანჯლები და რევოლვერები. ერემომ თავისი სახელი დაიწყო. შედეგად აფიცერს იარაღი აყარეს. მოხელეს ორი კბილი დააკავდა. ამ დროს მე მიმალული ვიყავ. ყველაფერი რომ დამთავრდა, მაშინ დავბრუნდი. ერთ პატიას საქმეზე ბუჩქებში ვიყავი შემძრალი. რა მოხდა მე? მეინახეებმა პირობა დადეს. ყვაჭი არ გამოვაჩინოთ, გიმნაზიელია და მეტი ხიფათი ელისო.
მეთქიდა რა. საქმე მაინც გამოაშკარავდა. ატყდა გამოძიება და კალმების წრიბინი. ტრებმა მიხელთეს. ჭორიც მომიგონეს. ვითომ ქაღალს თამაშობდი, ვითომ ჩაწყობილი ქაღალდი დიდი ფული მომეგოს, ვითომ სერიოზა ლონდოასთვის ფული და მეცინცლოს. ჩემი ბედი ბეწზე ეკიდა. მაგრამ ბოქაული გამომძიებელის და დირექტორიც მოტყუდნენ ისეთი იდუმალი პატრონი აღმომაჩნდა, ყველამ უკან დაიხია. ერთი მხრივ წარჩინებული დედაკაცები აფუსფუსდნენ, მეორე მხრივ გავლენიანი საზოგადო მოღვაწენი. ცვირიმ წელზე ფეხი დაიდგა და დიდი ფული მას ესხა. ბოლოს რა თქმა უნდა გამიმარჯვე. როგორ გადაუხადე მფარველ დედაკაცებს მადლობა? ეს მე ვიცი. გაზაფხულდა მაისის თვე დადგა. მერვე კლასელთა გამოცდების განკითხვის დღე. იმ წელს გიმნაზიას ვამთავრებდი. ეს ის წელი იყო, როცა მოსწავლეები მასწავლებელს კისერზე ვასხეთით და საითაც გვინდოდა იქით ვერ ეკებოდი. გამოცდების საქმე ყველა მასწავლებელთან ნულად მოვაგვარებდი. ხოლოდ ბერძნულის მასწავლებელი სირიადის იახირდა და გაკერბდა. თავში ისევ მე გამინათდა. მაცალეთ მე ვიცი მაგის თქვა. იმ ხანებში ქუთაისში რევოლუციურმა სიომ დაბერა. ხალხი შფოთავდა და ჯინიანობდა. ჩემი მეგობრები იკრიბებოდნენ, ჯგუფებს ადგენდნენ, რაღაცისთვის ემზადებოდნენ. ჩემს ჩარევასაც ცდილობდნენ, მაგრამ სულ მახსოვდა მამაჩემი სილიბის დროს სიტყვები. შვილო კვაჭი, ქვეყანა გედეირია და გაგიჟდა. უნდათ მოსპონ თავადაზნაურობა. დაანგრიონ მეფის ტახტი და მთავრობა. ლაპარიკობენ მემამულეს მიწები უნდა ჩამოვარტვათო, მდიდარი და ღარიბი გავათანასწოროთ და ძმობა და ერთობა დავამყაროთ. ჭკუით იყავი შვილო, არ დაკარგო აზნაურობა და ქონება. ქონება, რომელიც ოფლით და ტანჯვით დავაგროვე. გახსოვდეს, მეფეს და მთავრობას მაგენი ვერ მოერევიან. ნახევარი ციხეში დავდება, ნახევარი ციმბირში გეიყინება. თუ ჭკვა გაქვს და დედმამა გიყვარს, ფიცი უნდა მომცე. ფიცი უნდა მომცე, რომე აფერში არ ჩაერევი და აზნაურობას არ შეარწმუნე. მამაჩემს ფიცი მივეცი და დიდხანს ვინახავდი. კაი, მამა, ახლა კაი. მე შევარცხვენ საყვარელ დედას და მამას და აზნაურებს თქვა. თქვენი ტანჯვითა და ოფლით ნაშონ ქონებას წყალში გადავყრით თქვა. კაი. მარა მდგომარეობა შეიქმს შეგნებასო. ხედავდი მთავრობა დღითი დღე უკან იხევდა და სუსტდებოდა. ხალხი ძლიერდებოდა. რამდენიმე საიდუმლო კრებას დავესწარე. ორატორობის უნარიც გამოვცადე და არ დავიშურე ცეცხლი, პათოსი, რიხი, უნარი მსმენელის მოზიდვისა. ხალხია, ბიჭო, მაგენი? რა ფრაერგებათ, ლუკმა. ტელევიზია არ ვიცი მე, მეფის ტახტიც უნდა დავანგრიოთ და დავაქციოთ. მთავრობა უნდა მივაყოლოთ ზედ. დიდრები და ღარიბები კიდევ უნდა გათანასწორდნენ. თანასწორობა ყველგან და ყველაფერში. მერე იქნება თუ იქნება კაი ძმობა, კაი ერთობა, კაი გართობა, კაი კეიფი. ჩემი ჩაგრული ხალხი საკეთილდღეო საქმისთვის.
ციხეშიც დავპები და ციმბირშიც გევიყინები. აბა მივხვდი გადავაჭარბე და შევტოპე. ეს სახიფათო იყო. ჩემს ჩარევას პოლიტიკაში მოულოდნელი შედეგი მოჰყვა. ცნობილმა სოციალისტ სინდიკატისტ ტერორისტმა კოლიარევაძე მომძებნა და საქვეყნო ხალხისთვის საკეთილდღეო საქმე შემომთავაზა. მკითხა, კაროპულოს ოჯახს თუ იცნობ? ძალიან კარგად ვიცნობ თქვა. კაროპულო ბერძენი იყო, შავი ქვის მრეწველი, ნახევარზე მეც ჭიათურაში ცხოვრობდა. ოჯახი ქუთაისში იყო, შვილები გიმნაზიაში დადიოდნენ. შენ და კაროპულოს ვაჟი კიპრიანე მგონი მეგობრები ხართო. კარგი მეგობრები ვარ თქვა. გიმნაზიაში კიპრიანე ჩემს გვერდით იჯდა. ხშირად დავდიოდით ბულვარზე, თეატრში, საფიჩხიაზე, საღორიაზე, სასეირნოდ და გასართობ ადგილებში. ვცდილობდი კიპრიანე ქაღალდის თამაშში ქალებსა და ქეიფში ჩამეთრია, მაგრამ ვერ მოვახერხე. კიპრიანე მამიშვილი იყო, თავდაჭერილი და ფშიჟარი. გათავებულია, მეხუთედი შენია. კეთილი და პატიოსანი, თუმცა მეტი მერგება, მაგრამ რადგან საქვეყნო საქმეა, თანახმავარ. გეგმა ხომ კარგად გეიგე, ხომ არა გერევა? არ ხეინად იყავი შენ. მეორე დღეს მე და კიპრიანი შევთანხმდით, რომ კვირას საღამოს ტყეში პიკნიკს გავმართავდით. ერემოს დუქანთან ეტლი გავუშვით და ფეხით წავედით. იქ სონია ხვიჩიაც იქნებოდა. კიპრიანი სონია ხვიჩიასგან იყო ცეცხლწაგიდებული. ამიტომ მოუთმელნად ელოდა გათენებას. კიპრიანის უთხარ. ყველანი წავიდნენ. მე და შენ ერთად მივდივართ. დანარჩენები იქ დახვდებიან. აბა, წავედით. აქეთ წავიდეთ, აქეთ. აქეთ წავიდეთ, აქეთ, იგი დახვდებიან. აქ იქნებია საცხა, აგერ მარჯვნივ მარცხ, კიდე მარჯვნივ და მარცხ. 10 ოდენა ბიჭი გადარჩა. უცენ ტყეში 4 უცნს წავაწყდით. 4-ვეს ხელში რევოლვერებმა იერვა. განძრიო თორემ გაგათავეთ ადგილზე. მოყევით. ბუჩქებისკენ ვისკუპე. მაშინვე კისერში რკინის ხელი მწვა. ატმა ჭიდილი, ბრაძუნი, ავაზაკს გოუსხლდი და გევიკეცი და გემომყვა. დიდხანს ვირბინეთ, მარა რა ვირბინეთ. ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით. კაი, ბიჭო, გეყობა თორემ თლად დამეხიეთ, არისამოსი. აფერი უშავს, აფერი კიდევ ცოტახას ვირბინოთ, პატარა. ტყეში დევიკარგე. დიდი ხეტიალის მერე დაკაწრული უკუდო ერემოს დუქანს მივადექი. გამოჩნდნენ სონია, მარუსია, სხვებიც. შეიქმნა ჩოჩქოლი, სირბილი, დაკარგული კიპრიანეს ძებნა. რამდენიმე დღე კაროპულოს ოჯახში წივილი და გლოვა ისმოდა. Titu, devigupet, Titu! Gakra, bagana! Meitaces golia, razguerchia, raundeblarien, rasikudeli! Rat quindo da magissaula, rat! Kuchlashi qobili qvarjovda! ეგება ვინც ხამრაიმე გეიგოთ ჩვენ ვიცით თქვენი პატივისცემა მერე ტიტუ მას ვიგლეჯდი წუხდი ჭრილობას ვირჩენდი კაროპულოს ოჯახს თავს დავტყიალებდი მოხუცმა კაროპულომ 2 სიტყვიანი დეპეშა მიიღო 20,000 იმანაც 2 სიტყვით უპასუხა 5,000 15, 10, თანახმავართ, გათავებული. რა ვარც იქნა მორიგდნენ. კიპრიანე კაროპულო ქუთაისში აღარავის უნახავს.
ერთი თვის შემდეგ კაროპულოს მაღაროები არევაძის ხელში გადავიდა. კაროპულო ოჯახით გემზე ავიდა და სტამბულისკენ ტუტუ გაცურდა. არევაძის და ჩემი კომბინაციის შემდეგ ჯიბეში ფული გამიჩნდა. თავში ახალი ეშმაკები ჩამისხდნენ. ახალი ცხოვრება იმით დავიწყე, რომ ცვირისთვის ერთ უბედურ დღეს ბარგი ბარხანა იღლიაში ამოვიდე და თბილისის ქუჩაზე რუსი დედაკაცის ვოლკოვის ბინაში გადავსახლდი. ცვირი ტირილი დამედევნა. მაგრამ პირველ საყვარელს მშვიდად და დინჯად ვთხარი. ყური მიგდე ჩემო ცვირიკო. ყოლიფეს თავის დასაწყისი და დასასრული აქვს. არა ხირდი ახლა და არა ტირდე, თორემ ბუდუ გეიგებს. ქვეყანად შეიტყობს და ორივეს თავი მოგვეჭრება. მე რამიშავს გამოუცდელი ვარ, შენ თავზე იფიქრე. სიკვდილამდე არ დაგივიწყებ სიკეთეს და სიყვარულს. ყოლიფერს მალე ერთიანად გადაგიხდი. არ ხეინათ იყავი. ოთახი არ დაგიცარიელდება. პესოში კიას ხომ იცნობ? კარგი ყმაწვილია. ხვალვე გადმობა ოთახში. ადვილად მორიგდებით. მაშასე. ჭკვადა სიდინჯე მეთქი. მოგითხვა ბუდუს. შვიდობი. ჩემო ცვირი. გულიევი ჩუხე. ორიოდე ცრემლიც გადმოვაგდე. მშვენიერი ოთახი ვიქინა. დიდი ნათელი ავეჯით მორთული. ვოლკოვის ქვრივს მალე მოვეწონე და დოუმეგობრდი კიდეც. კონჩიკას თამაშობდით. წურილად ვაგებდი კიდეც. ხამპენსია მომქონდა, ხანავდარში საკიდლებზე მივდიოდი, გაზეთებსაც ვუკითხავდი. ერთხელ ქვრივმა წერილი მიიღო. წერილის კუთხეში დახატული იყო კუბო, ხანჯალი, თავის ქალა და დამბაჭა. ეწერა: სამ დღეში დაგვიმზადეთ 3000 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლავე შეუკვეთეთ კუბო. ანარქისტ, სინდიკალისტ, სოციალისტების მთავარი კომიტეტი. დაფეთებული ქვრივი რჩევისა და დახმარებისათვის მომვარდა. ჩავფიქრდი უთხარი, როგორც დედას ისე გელაპარაკებით ხმა, კრიტი არსად დაზრა, თორემ ქრისტე ღმერთიც ვეღარ გიშვენით, სასტიკი და ველური ხალხია, არც დედაკაცი ინდობე და არც მოხუც. ამ ერთ კვირაში 2 დედაკაცი მოკლეს. ერთი მოხუცი დაახჩვეს და რიონში გადააგდეს. ჩიტები ვითხოვცავენ ხალხს. პოლიცია შეშინებულია. ზოგი მართალი ვთქვი, ზოგიც მიუმატე. შეშინებული ქვრივი ჩურჩული მემუქრებოდა დახმარებას, თან ხატზე და სახარებაზე ლოცულობდა, რომ სამარეში ჩაიტანდა ამ საიდუმლოს. იმ დღიდან რთულსა და სახიფათო საქმეს შეუდგა. და შიშისაგან მილეულ მოხუცს ამბავი მოუტანა. ღმერთმა იმ ხალხისგან თქვენს დაგიფაროთ და თქვენი მტრებით რა გინდოდათ, რას მერჯოდით. ახლა მეც მემუქრებიან თუ 2000-ზე ნაკლები მოგიტანია შენ დედაკაც დაგაკლავდო. ღმერთო რა ვქნა. ხვალ საღამოს თავდება ვადა. ღმერთო მიშვა. შუაში ვარ, ეს რა დღეში ჩავარდი, ღმერთო.
იმ საღამოს ვიჩურჩულეთ და გადავწყვიტეთ. ქვრივი შავი დღისთვის გადანახულ 500 მანეთს მომცემდა. დანარჩენს მე უსესხებდი ნათესავებში თამასუქით, ან სახლს დაუგირევებდი. ოღონდ ამისათვის რწმუნების ბარათი მჭირდებოდა. დედაბერი დილამდე ლოცულობდა, ოხრავდა და თავისი ხნის ტახტს აჭრაჭუნებდა. მეორე დღეს ორივენი ნოტარიუსთან მივედით. Telchem უძრავ კონებას ვანდობ ჩემ უხლოვეს ადამიანს კვაჩი ჩანტრაძს ვოლკოვა. სრული რწმუნების ბარათი ჯიბეში ჩავიდე. საღამოს გახარებული დაუბრუნდი, 500 მანეთი მივიღე და კომიტეტში გავქანდი. მეორე დღეს სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. დედაშვილობის ნიშნად ყელზე ოქროს ჯვარი ჩამომკიდა. ჯიბეში სახსოვრად განსვენებული თბრის ნაკონი ვერცხლის სათუთუნე ჩამიდო და მითხრა. შვილო, თუ გაგიჭირდეს ამ ჯვარზე ილოცეთ. არც გმერტი დაგივიწყებთ, სიკეთეს და ყველაფერში დაგეხმარებათ. ასე გადავარჩინე, ტამბოვანი ქალი უეჭველს სიკვდილს. იმ ხანებში რაც ხა მუსიკამ გამიტეცა ბიჭო. გიტარაზე იცოცხლე, კარგად უკრავ, აბატონ მაგერა. მაშინ როიალი იყო, მუდაში და როიალისათვისება გადავწყვიტე. თავიდან კიდვა მინდოდა, მაგრამ მეძვირა. მე ვიფიქრე, ვიკირავებ თქვა. ჩემი ნაცნობი ეს სიგლახავე მეიზელსონი ზაფხულში ბორჯომში წასვლას აბირებდა. უთხარი. თქვენ ბორჯომში მიბრძანდებით, ხო? შემოდგომამდე არ დაბრუნდებით. ბიჭო, მე კიდე ქუთაისში ვიჩემი. ჩემი უკანასკნელი ავადმყოფობა მუსიკა. ისე გამიტაცა, ლამის გავგიჟდე თქვა. მინდა დაკურავისწავლო. ამიტომ გთხოვ თქვენი როიალი მომაქინაო თქვა. ეიზელსონმა გეიფიქრა, 3 თვეში სამკუმაზე ვიღებ. გზის ფულს მაინც გამოვალ, ესეც კარგიაო. მოვრიგდით. საღამოს მაიზელსონის როიალზე გადაცებით ვაკაკუნები ჩემს აფუქტებს. ზაფხული იწურებოდა, საცა მაიზელსონი დაბრუნდებოდა. ავჩქარდი, ავფაცურდი, ბესოშიქიას მუხმე და ვიჩურჩულეთ. მეორე დღეს ბესოშიქია მუსიკალურ მაღაზიასთან ტრიალებდა და მუშტარს ჩუბად ეკითხებოდა. უკაცრავად როიალი არ გნებავთ? სასწრაფოდ იგედება მშვენიერი როიალია ბეკერის ფირმის. თითქმის უმახელია ვისია, ჩემი ამხანაგის აგერ თავად სებერიან დადიანიზე გახლავთ, აქვეა თბილისის ქუჩაზე ვოლკოვის სახლშიო. ბოლოს არუთინოს წააწყდა. როიალი გასინჯეს. კარგი ზვუკები არის. არ მოგწონს სირანა. მას ძალიან კარგი ზვუჩანი აქვს. მე ჩემს კამოც როგორ მოუხდება? მამწონს. ავიღებ. ფასი 700 მანეთი. 400. 600. 500. ახლა თქვენი ხათრით გითმობთ, თუ არა ახლა მე მიგაქვთ? დღეს მე უნდა გავაგზავნოთ პოტეში. ჩავფიქრდი და კომბინაციაც გამოვნასკვე. ახლა თუ გნებავთ, მე თვითონ გამოგიგზავნით. თუ ასეთ მადლს აიზამთ, მადლობელი დაგრჩებით. ზედმეტი დღე არ დამეკარგება. რა სიტყვის სირანუში? კითხა არუთინომა ცოლს. იმ მაღაზი უკეთესი რა იქნება? მაშასე
როიალი ახლავე შევაკურებინოთ სადგურზე გავგზავნოთ და ჩააბარეთ. რა თქმა უნდა, ხელწერილს ახლავე მოგართმევთ. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. არავის არაფერი არ უთხრათ, ახლა ჩემი გვარი და ეს როიალი არსად ახსენოთ. ჩემთვის უხერხულია მისი გაყიდვა. ეგარი და ფსო არ ვიტყვი განეჩინა. აი სიტყვას გაძლევთ. ეს ქართველები ძალიან თავმოყვარე ხალხანი ყოფილხართ. სრული სიმართლეა, ჩვენში ასეთი ნივთის გაყიდვა სირცხვილად ითვლება, მით უფრო თავად დადიანისთვის. არუთინულმა გამოიანგარიშა. სულ 559 ანუ 559 მანეთი და 2 კაპეიკი გერგებად. არა? 100 და სწორია. აჰა. აჰა, შენაკანიაზო. Это მარჯვენა ხელი, აჰა, ეს შენა. დიდი მადლობა, ბატონო, კეთილად გეგზავნოთ. Значит, თუ ფოთში გამოივლით, ოდესმე გვეწვიეთ რა. ქალაქის ბაღის პირდაპირ ცხოვრობთ. დიდი სიამოვნებით უეჭველად გნახავთ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. მშვიდობით ბრძანდებოდეთ. მეორე დღეს ბესოშიკია ვინმე საროკინს წააწყდა. უკაცრავად თქვენ როიალს ეძებთ? სასწრაფოდ იყიდება მშვენიერი ბეკერის როიალი, თითქმის ახალი. აქვეა წამობრძანდით. ისევ გასინჯეს და მოვრიგდით. თქვენ მგონი აქაური არ უნდა ბრძანდებოდეთ. აქაური არ ვარ, ჭიათურაში უნდა წავიღო. და მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით. 2 საათში საბუთსაც მოგართმევთ. მოვრიგდით. იმავე საღამოს ინჟინერ საროკინს სასტუმრო ორიენტში მიუტანეს საბუთი ხელწერილი. ქუთაისიდან ჭიათურაში, როიალი, 50 ფუთი. თავადი დადიანი უგზავნის ინჟინერ საროკინს. გადახდილია 11 მანეთი და 29 კაპიკი პლუს როიალის ფასი 500 მანეთი. ვიანგარიშეთ და ღამე მშვიდობით ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო. აბა ბესო. ხვალვე უნდა გავაიმასქონათ ყველაფერი. ყავს ბიჭო კლიენტი? კი, მყავს, აბა მყავს. ვინ არის? არ გავბრიყვდეთ აქოურს, არავის უთხრა, არც ვაჭარს და არც ურიას, თუ არა? აბა! არ ვიცი თუ? გადასახადების ინსპექტორია ვინცხა გერცოვი. მეორე დილით გერცოვმა ახალგაზრდა მოხელემ 6-ოდე მუშა მომაყენა ფული ჩამითვალა და როიალი თავის ბუდეში გადაიტანა. რაია, ბიჭო, ფრთხილად იყავით, ფრთხილად, არაფერს მიაჯახოთ, ასე შეიძლება, ბიჭო, როიალი წამოღება? ოუწიე, ბიჭო, მესამე მარცხენა ფეხი ოუწიე, რაია, ბიჭო, არ გიჭამია, პური. ნაზად თქვა, ბიჭო, ნაზად, აგე ბიჭო როიალია, შკაფი კარაა, ბიჭო. ლაითაძისა და ერემოს დუქანში 2 დღეში 2 მტრიალი და კორიანტელი დავაყენეთ. რევოლვერების ჭექა ქუხილმა ზეცა გააყრვა. მედუქნები და მოსამსახურეები ოფში იწურებოდნენ. მეზურნეებმა ყბები დაიხეთქეს. დანიელა ურიამ ხმა შეიხლიჭა. მეთარემ თითები დაიმტრია. მეარღნემ არღანი დაღალა. 20 მეტრემ ჭენები ცხენები დახოცეს. მოკეიფე ქალები ფეხზე ძლივს იდგნენ. გალეშილი ყველას ვეუბნებოდი. რაიო? ფულიო? არავინ გაბედოს ფულზე ლაბარიგი. ყველა ფერს მევიხდი. ხვალ 10 საათზე ყველანი სახლში მეწვიეთ, ანგარიში გაგისწორებ თქვა. ერემო! შენ სადღე გრძელოსვამ. ერემო ატირდა და მეც ავცრემლდი.
ერემოს კოცნი ტუჩები და ლოყები დაუხეთქე და გოუცვიდე. მეორე დღეს დილიდან ვოლკოვის ქრივი ძლივს ასწრებდა კარების გაღებას და пасухს. Уехали! Совсем уехали! Говорят вам, совсем уехали, совсем вот надоели! Уехали! Совсем уехали, говорят вам! Господи, замучили! Господи! Მთელი დღე იძახოდა ვოლკოვის ქრივი. ერემო, დანიელა და ლაითაძე კბილებს აკრაჭუნებდნენ. მეარღნენი ავლაბრულად იგინებოდნენ, ქალები ლანძღებოდნენ. მეეთლებმა ჩემ ძებნაში ცხენები დაღალეს. ქუთაისი გადაატრიალეს. შუაღამეს ქუთაისიდან ხონში გევიპარეთ. მშვიდობით ქუთაისო. მშვიდობით ვინიცის როდის ღავნახავთ ერთმანეთს. სამი დღის შემდეგ მაიზელსონი ბორჯომიდან დაბრუნდა. იმავე დღეს ფოთიდან არუთინოვი ამოვიდა. ჭიათურიდან საროკინი ჩამოვიდა. სამივენი გერცოვს მიუვარდნენ. და გაქიოდნენ როიალი. არაჩემიო. როცა ყვირილით დაიღალნენ, დასხდნენ და ერთმანეთს თავიანთი ამბავი უამბეს. ბოლოს დაიშალდნენ. ან რას იზამდნენ, რას მომაგნებდნენ გადაკარგულს, ან რას ჩამომაცლიდნენ გაფხეკილ სტუდენტს. რასიზამ ამ ქვეყნად ყველაფერი ანგარიშის საქმე ყოფილა. სოფლის სტუმრები ვართ. ჩვენ წავალ და სხვა დარჩება. ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო. C'è